ჩემთვის ყველაზე მაგარი ფერწერა ის არის, რომ თენდება და ღამდება. იმიტომ რომ ეს ისეთი ფერის გადასვლა, ამაზე მაგარს ვერაფერს ვერ გააკეთე. ადამიანი ცხოვრობს გარემოში. ეს გარემო არის, მე ვთვლი, ძალიან ჰარმონიული. განსაკუთრებით, როცა ხედავ ბუნება თვითონ როგორი ჰარმონიულია და შენ ამის ნაწილი ხარ. ერთ-ერთი მძაფრი მოგონება არის ტბა გადავკვეთეთ ხის ნავით და მე ვატარებდი ამ ნავს. და თან წვიმა დაიწყო და ფიქრობდი, რომ რა ვიცი, ამაზე კარგი რა უნდა იყოს და ამაზე დიდი სიამოვნება რა უნდა იყოს. ზოგადად წყლის თემა ჩემს ნამუშევრებში არის ხშირად. რაღაცა პიროვნული თვისებები აქვს წყალს. თვით წმენდადი ხასიათი აქვს. ისე როგორც ჩვენ გვასუფთავებს, თავის თავსაც ისუფთავებს. თითქოს ტბა არის დამდგარი ენერგია, გაჩერებული ენერგია, მაგრამ არის ზედაპირი, რომლის ქვეშაც უამრავი რაღაც ხდება. მთელი მინერალური ყოფა მიმდინარეობს. რა საინტერესოა, რომ იმისთვის, რომ ჩაყვინთო და აი ეს დაფარული სამყარო ნახო, ჰაერზე უნდა თქვა უარი, უნდა სულ თქვა გააჩერო, რომ აი ეს დაინახო და ფსკერისკენ წახვიდე. ნავში ყოფნა კიდე არის რაღაცა ცასა და წყალს შორის ყოფნა. ასოცირდება აუჩქარებელ გადაადგილებასთან. ეს არის თერაპია, ეს არის მედიტაცია, ვარჯიში, ჯანმრთელობა, მაგიური შეგრძნებები, განცვიფრებები, შთაბეჭდილებები, ეს ის არის, რაც კვებავს ცხოვრებას და კვებავს შემოქმედებას. ამის გარეშე წარმოუდგენელია, როგორც საკვები ისე გჭირდება. ზოგადად ეგ არის ხელოვნება, რომ რაღაცის თქმა გინდა და უნდა თქვა. რაღაცას შეიძლება ვერ ამბობდეს სიტყვებით და სხვანაირად უნდა თქვა. ამ სივრცეში გადაადგილება იყო განცდა ძალის, განცდა შერწყმის ბუნებასთან რაღაცა ერთიანდები და ხვდები, რომ აი ნამდვილად ამის ნაწილი ხარ და ნამდვილად ამისთვის ხარ გაჩენილი, რომ აი აქ იყო. ეს არის ადგილი, სადაც ჩემი ფიქრები და ჩემი წარმოდგენები გადმოდის სურათად და ხდება საგანი, რომელსაც შეგიძლია რომ შეეხო. ხანდახან ესე მთელი დღე შეიძლება ესე ვიჯდე და არაფერი არ გავაკეთო. და ესეც პროცესია მე მგონი. ზოგადად მე ვთვლი, რომ შემოქმედების გზა არის საკმაოდ გრძელი, სავსე ფრუსტრაციებით, მაგრამ ესეც უნდა მიიღო, როგორც ამ გზის ნაწილი და გააგრძელო ეს გზა. ზოგადად მაინც ყველაფერი მოდის რეალური ცხოვრებიდან. იმის გააზრება, რომ არც ერთი წამი არ განმეორდება, რომ ყველაფერი წარმავალია, რომ ყველაფერი დაუბრუნებელია, მაშინ აი ამ ფრაგმენტებს განსაკუთრებულობას ძენს აი ამის შეგრძნება. ზოგადად მე ვცდილობ, რომ საღებავი გავაზავო და საღებავს შეურიო სიამოვნება. და ეს მუშაობის პროცესიც არ იყოს გრძელი, იმიტომ რომ სიამოვნება დიდხანს არ გრძელდება. სიამოვნება არის მოკლე. მე მგონი ამ ნახატებში ყველამ თავისი ისტორია უნდა დაწეროს და თავისთავად დაინახოს. როდესაც რაღაცა იდეა არის, მინდა რომ დროზე განხორციელდეს, ალბათ მინდა რომ მიუჩინო თავისი ადგილი. ძალიან დიდი კავშირი მაქვს ამასთან მუშაობის პროცესში. მთლიანად ამით ვარ მოცული, მაგრამ როდესაც ეს თავდება, ყველანაირ კონტაქტს ვკარგავ ამ ნამუშევართან. დამთავრდა.
ეს არის იაპონური ქაღალდი და აი ეს როცა ვიცი ქაღალდის რაღაც ისტორია ხოლმე, ჩემთვის ძალიან შთამაგონებელია. გრაფიკაში არ იგეგმება, ეს პირდაპირ ხდება აი ხაზი და მე მიყვები. და ამ დროს სუნთქვას თვლიანად ვიკრავ ხოლმე. იმდენად სწრაფად კეთდება, რომ საკმარისია. აბსოლუტურად ეს არის შენი ტვინიდან და სხეულიდან გამოგლეჯილი ნაწილი და ეს არის საგანი, რომელიც სხვათა შორის შეიძლება უფრო მეტად და უფრო ძელი და ვრცელი სიცოცხლე ქონდეს ვიდრე ადამიანს. რაღაცა შენი რჩება რა, შენ აღარ ხარ და ეს დარჩება. თუმცა აწმყო არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, ეს მე აწმყო მაინტერესებს უფრო მეტად ვიდრე მომავალი. თითოეული ადამიანი ეს არის უნიკალური და განუმეორებელი. წარმოიდგინეთ, რამდენი სახე არსებობს და არავინ ერთმანეთს რო არ გავს. და რო იწყებ ურთიერთობას და რო შემოდის იმის ხასიათი, იმის მანერები და შენც რო შედიხარ ამ ურთიერთობაში, ეს ძალიან საინტერესოა. და თვითონ ადამიანი თუ რაღაც როლშია, კოსტიუმებსაც თვითონ ირჩევს და რაღაც როლს და თამაშობს. მნიშვნელოვანია ძალიან, როდესაც მუშაობ, აი 1 წელი, 2 წელი და შემდეგ აი ამ ყველაფერს ერთად აი ესეთ სიცარიელეში კარგი გაგებით, სწორ განათებაში რაღაც უყურებ ამ შედეგებს და აქ ბევრი რამ შეიძლება დაინახო, შემდეგ შეცვალო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება სათაურს, ბურუსით მოცული, მე ვთვლი, რომ ყველაფერი, რაც არის ბურუსით მოცული, არის ძალიან საინტერესო. რაღაცა ნახევრად დაფარული, ნახევრად შენიღბული, ნახევრად გამჭვირვალე, დაუმთავრებელი ისტორიები. ეს გამოფენა მაკას ახალი პროექტი ბურუსით მოცული, ხატვრის შემოქმედების ბოლო ეტაპს გვაჩვენებს. 2 წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრებია. მისი ნამუშევრების ფორმატი ძირითადად არის პატარა ან საშუალო და ძალიან ფრთხილად შემოდის, თუ შეიძლება ეს სიტყვა გამოვიყენო, ანუ გარკვეული ეს სიფრთხილე და დელიკატურობა მას ხასიათებს ზოგადად იმ სამყაროს მიმართ, რომელსაც გადმოსცემს. ეს პერსონაჟები, რომლებიც არასოდეს არ არიან გამორჩეული რაიმე კონკრეტული, ინდივიდუალური სახისმეტყველებით და პირიქით ყველა უნიფიცირებულია, არის ერთი დიდი ხატვრის სამყაროს პერსონაჟები, ადამიანები და მისი ყურადღების ცენტრში არის ყოველთვის ადამიანი. ადამიანი და სამყარო, ასე ვიტყოდი. და თითქოს ეს არის პატარა ფრაგმენტები ერთი დიდი ცხოვრების. ის თავისი ნამუშევრის თემებისთვის ირჩევს ყოველდღიურობას, ყოველდღიურ ჩვეულებრივ სცენებს, ეგრეთ წოდებულ რუტინას. მაგრამ რა არის მაკა ბატიაშვილის გამორჩეულობა და განსაკუთრებულობა, რომ ეს რუტინული სცენები ადამიანის ცხოვრებიდან არასოდეს არ არის ჟანრული მის შემოქმედებაში. ეს უფრო კონცეპტუალურია, რადგანაც ის თავის ნამუშევრებში ეხება ადამიანურ ფასეულობებს, როგორიც არის მაგალითად სიმარტოვის ნეტარება, რას ნიშნავს სიჩუმე ადამიანისთვის, რას ნიშნავს ადამიანებს შორის ურთიერთობა, ადამიანებსა და ცხოველებს შორის ურთიერთობა, გარკვეული დელიკატურობა. ანუ ის ფასეულობები, რომლებიც ადამიანის ცხოვრების ჩვეულებრივ მომენტებს აქცევენ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენად, რადგანაც ის ცხოვრება, რომელშიც ჩვენ მონაწილეობთ, ფასეულია იმით, თუ რა ფასეულობები ინარჩუნებს ადამიანი. ეხლა განსაკუთრებით აი ამ ძალიან რთულ დროს, როდესაც ეს ფასეულობები ფაქტიურად უგულვაყოფილია. ამიტომ მე ვიტყოდი, რომ მაკას ნამუშევრებს, მაკას შემოქმედებას არა მარტო ქართულ ხელოვნების წიაღში, ხელოვნების პროცესში გამოყოფს აი ეს განსაკუთრებული დელიკატურობა, სიფრთხილე, მნიშვნელოვნება თვითონ ადამიანის ცხოვრების, მნიშვნელოვნება ადამიანის და სამყაროს ურთიერთობის, ადამიანის და ყველა ქმნილების ურთიერთობის.
შეიძლება ითქვას, რომ მაკამ ქართული ხელოვნების სამყაროში შემოიყვანა თავისი პერსონაჟი. მაშინვე საცნობია მისი პერსონაჟი. გარკვეულწილად თითქოს ჩაკეტილი თავის თავში. ამას ხაზს უსმევს მხატვარი ყოველთვის, რომ ადამიანი მარტოა და სამყაროსთან შეხება და სხვა პერსონაჟებთან შეხება, სხვა ქმნილებებთან შეხედვა განსაკუთრებული სიფრთხილით არის საჭირო. ასევე უნდა აღვნიშნო მაკას სტილზე, რომელიც თითქოს თავის თავში იტევს მსოფლიოს თანამედროვე მხატვრობის ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებებს, აბსტრაგირებას, ფერთან განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, სტილისტურ აქცენტირებას ზოგიერთი ფიგურატიული გამოსახულების. და ის არის არაჩვეულებრივი ფერმწერი, რომელიც სწორედ ამ ფერადოვნებით აღწევს ეფექტს, ფერისა და ნახატის ერთნაირი აქცენტირებით ნამუშევარში. ბოლოს მაინც რჩება მშვენიერი მომენტები. ბუნებასთან ურთიერთობა, შენ საყვარელ ხალხთან ურთიერთობა და კეთილი საქმეები.